ქიმიის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ევროპელი ალქიმიკოსის სახელი დარჩა უცნობი. იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ყველა ჩანაწერს, რასაც კი აქვეყნებდა, ასე აწერდა, რომ თითქოს ამას აქვეყნებდა ჯაბირი. მაგრამ ჯაბირი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. ჯაბირი მინდა შეგახსენოთ, ეს იყო ჯაბირი იბნ ხაიანი, მე-7 საუკუნეში ცხოვრები და მოღვაწე არაბი ალქიმიკოსი, რომელსაც ევროპაში როგორც გებერს ისე იცნობდნენ და ახლაც გამოჩნდა ადამიანი, ვინც ეს აწერდა ხელს, ამიტომ ისტორიამ მას სრულ ჯაბირი უწოდა. შესაძლოა ასეთ დაშვებას უშვებენ, რომ ეს იყო ესპანელი. და ვილანოვასთან ერთად შეეძლო რომ ემოღვაწა მას. თუმცა ძალიან დიდი საქმე გააკეთა ქიმიისთვის, იმიტომ რომ მან გოგირდმჟავა და აზოტმჟავა აღმოაჩინა. ამ ორი უძლიერესი მინერალური მჟავის აღმოჩენის შედეგად ქიმიკოსებმა შეძლეს უკვე მრავალი სხვადასხვა ტიპის რეაქციების ჩატარება და სხვადასხვა აღმოჩენების გაკეთება. გარდა ამისა, აი ჯაბირის მიერ გაკეთებული ხსნადობის ცხრილი გადაიხედა და ძალიან ბევრი ნივთიერება, რომელიც იყო უხსნად გრაფაში, გადმოინაცვლა ამ ნივთიერებებმა, გადმოინაცვლეს ხსნად გრაფაში, იმიტომ რომ ისინი გაიხსნენ გოგირდმჟავასა და აზოტმჟავაში. და ქიმიის ისტორიკოსები წერდნენ, რომ სრულ ჯაბირმა ამ ორი მჟავას აღმოჩენითო იმდენად დიდი საქმე გააკეთა ქიმიისთვის, რომ ეს შეიძლება მიიჩნიოს, რომ ოქროს ტრანსმუტაციის მეთოდის აღმოჩენის ტოლფასიც კი ყოფილიყო. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მოხდა, იყო ის, რომ დიოკლეტიანის საქციელი გაიმეორა 1317 წელს პაპმა იოან 22-მ, რომელმაც მთელი ალქიმია და ალქიმიკოსები გადასცა ანათემას. ანუ აქაც უბრალოდ შიში იყო, რომ მან იფიქრა, რომ შეიძლებოდა ალქიმიკოსებს რაღაცა მეთოდიკისთვის მიეკვლიათ და შესაბამისად მისი სიმდიდრე გაუფასურებულიყო. სხვა ალქიმიკოსები, რომელიც შეიძლება რომ ჩვენი ყურადღების ღირსი იყვნენ, ასე ვთქვათ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ეს არის ბაუერი. მას ევროპაში აგრიკოლად იცნობდნენ, ის გერმანელი ფერმერი იყო და ეს აგრიკოლა სწორედ ფერმერს ნიშნავს. ექიმომინეროლოგი იყო, ანუ ის მინეროლოგიით იყო დაკავებული და პარალელურად მედიცინით და ის ასევე ეძებდა ფილოსოფიურ ქვას, ეძებდა ელექსირს ოღონდ მედიცინისთვის, ანუ მას სწამდა, რომ ოქროს ტრანსმუტაციის პროცესი უბრალოდ არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ასე არ ფიქრობდა ფონ გოგენგეიემი, იგივე პარაცელსი. პარაცელსის მან დაირქვა ესეთი სახელი, რომ სადღაც მე-11 საუკუნეში იტალიაში ცხოვრობდა ექიმი ცელსი, ექიმი ალქიმიკოსი, როგორც წესი. და პარაცელსმა თქვა, რომ მე პარაცელსი ვარო, ანუ ცელსზე აღმატებული ვარო და მან თქვა, რა თქმა უნდა, ის ეძებდა ოქროს ძალიან აქტიურად და მან თქვა, რომ გებერიო, იგივე ჯაბირი იბნ ხაიანი იყო აბსოლუტურად სწორ გზაზეო, ვერცხლისწყლის და გოგირდის შედეგადო მიღებული მასა მომწიფდება ოქროთო, თუ ჩვენ მას დავუმატებთ თუთიასო, აგერ თქვენ ხედავთ მეტალურ თუთიას, რა თქვაც ეკრანებზე, რა თქმა უნდა ეს არ იყო სწორი და ფონ გოგენგეიმის საქმიანობაც განწირული იყო კრახისთვის, ანუ მან ოქრო ვერ მიიღო. შემდეგ წარმომადგენელი ეს არის ანდრე ლიბაუ, რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი ალქიმიაზე და სხვათა შორის იმით გაითქვა სახელი, რომ მიიღო სამეფო არაყი, იგივე თეზაფი, რომელიც წარმოადგენს აზოტმჟავას და მარილმჟავას ნარევს. თეზაფი, იგივე სამეფო არაყი გამოირჩევა იმით, რომ მასში იხსნება ოქრო, ანუ ოქრო უხსნადი არის, არ იხსნება სხვა გამხსნელებში და აი ერთადერთი მისი გახსნა შესაძლებელია თეზაფში. და ფაქტიურად ის ეძებდა ოქროს მიღების ხერხს და იპოვა ოქროს გახსნის, ანუ ის ნარევი, სადაც შეიძლებოდა ის ხსნარი, სადაც შეიძლებოდა ოქროს გახსნა და თქვენს ეკრანებზე ხედავთ თეზაფში უშვებენ ოქროს
ნაჭერს და ფაქტობრივად ნახევარზე მეტი გახსნილ მდგომარეობაში ამოვაქვთ. რუდოლფ გლაუბერი ნატრიუმის სულფატი აღმოაჩინა მან, რომელსაც გლაუბერის მარილსაც უწოდებენ და გლაუბერმა თქვა, რომ სწორედ ნატრიუმის სულფატი არის ელექსირი, როგორც სიცოცხლის ელექსირიო, იმიტომ რომ ამ მარილს ჰქონდა ასეთი თვისება, რომ თუ ადამიანი მიიღებდა მას, ორგანიზმი გასუფთავდებოდა, ანუ ზედმეტი шлაკები გამოიდევნებოდა და რუდოლფ გლაუბერი ამბობდა, რომ ეს პრობლემა, რომ ახალგაზრდობა იქნეს შენარჩუნებული ორგანიზმის და ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა იქნეს ხანგრძლივებული, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სუფთა იქნება ის შიგნიდანო და რადგან ჩემი მარილი მას ასუფთავებსო, სწორედ ის არის ფილოსოფიური ქვა, ის არის ელექსირი, რომელსაც ამდენი ხანი მიძებდით, ხოლო ოქრო ეს არის სწორედ ჯამრთელი ახალგაზრდა ორგანიზმიო. რა თქმა უნდა, გლაუბერის მარილი ამას ვერ აკეთებდა და ეს ძალიან მალე დადასტურდა და დადგინდა. სხვათა შორის ესეთი ფრაზა არის ჰერმან შტალის, ეს გერმანელი ფიზიკოსი გახლავთ, მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე იმ ზიანის შეფასებას, რომელიც მიაყენეს ამ თაღლითებმა, ალქიმიკოსებმა კაცობრიობასო. ცოტა მკაცრი ნათქვამია. ბუნებრივია ის აღწევდება ყველა ალქიმიკოსზე, ვერ გავავრცელებთ უბრალოდ მას ყველა ალქიმიკოსზე, იმიტომ რომ ზოგიერთმა მათგანმა საკმაოდ საშუალო საქმე გააკეთა, მაგალითად სრულჯაბირმა მინერალური მჟავები აღმოაჩინა, ალ-რაზიმ თაბაშირი აღმოაჩინა და მოტეხილობისთვის თაბაშირის საფენების დადების პირველი ტექნოლოგიები და პირველი მცდელობა მას ეკუთვნის. მაგალითად ჯაბირ იბნ ხაიანმა ძმარმჟავა აღმოაჩინა და ასე შემდეგ. ბოლოსმა თითბერი აღმოაჩინა. ანუ აი მის ფონზე რომ ისინი ოქროს ეძებდნენ, თავისეუნებურად საკმაოდ საჭირო აღმოჩენებს აკეთებდნენ. და სხვათა შორის ცდუნება იყო ძალიან დიდი. მაგალითად, ისტორიული ფაქტია, რომ მე-17 საუკუნეში თვით ბოილმა და ნიუტონმაც კი ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას და შეიცადნენ, რომ მიეღოთ ოქრო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. შემდეგ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ელემენტების აღმოჩენაზე, იმ ქიმიკოსების მიერ, რომლებიც ალქიმიკოსების კატეგორიაში არ გადიან.